მზიან და ნათელ ათენში, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოსთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა. დევნილი მოზარდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდანაც 4 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მრავალფეროვან კულტურულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის მოეწყო ექსკურსიები ქალაქ ათენის ისტორიულ ადგილებში. ძალიან მომეწონა ეს ბანაკი, რადგან აქ გავიცალე ძალიან ბევრი კარგი ადამიანები და ბავშვები, ჩემი თანატოლები. ასევე დავთვალე ქალაქი აკროპოლისი, რომელიც ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელია და ასეთ ბანაკში კიდევ რა თქმა უნდა მოვა. აქაურობა პირველ რიგში ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან მეგობრული სიუცეა. მადლობას გადავუხდი ორგანიზატორებს, ლიდერებს, ვინ ჩვენზე ზრუნავდნენ. ეს იყო ერთად გატარებული არაჩვეულებრივი დრო, მე მჯერა ეს გამოცდილება ბავშვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვებათ როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასიამოვნო მოგონება. მაქსიმალურად უღვივებდით ბავშვებს იმ სიყვარულს, რომ მზად ყოფილიყვნენ დაბრუნების შემთხვევაში, რომ ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა დაბრუნდეს და განაგრძოს თავიანთი წინაპრების კვალი, ის სიყვარული, რომელიც შკებდა საომარ მოქმედებამდე. ემოციური იყო ბანაკის დახურვის ცერემონიალი. ყველაზე პატარა მონაწილის შესრულებულმა სიმღერამ, რომელიც გარდაცვლილ გმირ ბაბუას მიუძღვნა, დამსწრე საზოგადოების ოვაციები გამოიწვია. ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე და ქალაქ ათენის მერი ჰარის დუკასი იმყოფებოდნენ. ღონისძიების ბოლოს სტუმრები აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ. წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს. იმედი ვჩნდება იმის, რომ ჩვენ ახალგაზრდობას მოზარდ ბავშვებს არ ავიზრდებათ აფხაზეთში. არც უნდა დაგვავიწყდეს არასდროს, იმიტომ რომ ჩვენი შვილებით ყოველდღიურად 20 საათს აფხაზეთში დასწრებენ. მადლობა მინდა მოუხადო საბერძნეთის ხალხს, კერძოდ ქალაქ ათენის მოსახლეობას, რომ ასე კარგად და ამაზე მიიღეს ეს ბავშვები და კაი გაცილებას მოუწყვეს. მადლობა ათენის მერიას, მსოფლიო საპატრიარქოს, იმ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის ჩვენი დევნილი ბავშვებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ეს ბავშვები გავახაროთ და ასეთ ტიპის ბანაკებში მიიღონ მონაწილეობა. მე ვცდილობ და ჩვენ სამინისტრო უწყება ვცდილობთ ლიანად, რომ უფრო მეტი სახელმწიფო მოვიცვათ. ჩემი აზრით ეს შესანიშნავი პროგრამაა, რომელიც მოზარდებს აძლევს საშუალებას იმოგზაურონ საბერძნეთში, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას და ისტორიას. ბერძნულ მხარესთან შევთანხმდით, დავგეგმოთ დამატებითი პროგრამები და პროექტები, რომელიც მომავალი წლის განმავლობაში განხორციელდება. ორკვირიანი საერთაშორისო ბანაკი მსოფლიო საპატრიარქოსა და ათენის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ათენში გატარებული დღეები არ იყო მხოლოდ დასვენებისთვის, თავგადასავლებისთვის. ბანაკმა დევნილ ახალგაზრდებს უდიდესი გამოცდილება და ახალი შესაძლებლობების გზებიც დაუსახა და დაანახა ყველაზე დიდი, იმედი უკეთესი მომავლისა. დელეგაცია, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ხელმძღვანელობდნენ, შეხვდნენ როგორც ადგილობრივ მთავრობას, ასევე ბანაკის ხელმძღვანელობას და მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს დაპირება, რომ მომავალ წელს ბანაკში დევნილი მოზარდების გაორმაგებულ რაოდენობას უმასპინძლებენ.